ტრამპის ეფექტმა აიძულა ფედერალური პოლიცია შეესრულებინა 93 ორდერი და დატოვა ნარკოტრაფიკი პანიკაში ამ ოთხშაბათის 2026 წლის 8 ივლისის დილას. რადგან დაჯგუფებების წინააღმდეგ ზეწოლა შევიდა ფაზაში, სადაც დანაშაული აღარ განიხილება მხოლოდ როგორც ჩიხის ნარკოტიკების გასაგების წერტილისა და ციხის პრობლემა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ამერიკელების დამსახურება. შემდეგი მიზეზის გამო უკვე 2 CPF არის სანქცირებული და 4 CNPJ, 3 ბრაზილიაში, 1 პორტუგალიაში ხომასეა. როცა საუბრობთ ამ პირველ ნაბიჯზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როცა ისინი სანქციონებენ 2 CPF-ს და 4 CNPJ-ს, ისინი იწყებენ მუშაობას იმ ჩარჩოდან, რასაც ჩვენ ველოდებით, რასაც ჩვენ ვისურვებდით. ნახეთ, და როცა საქმე ეხება იმ კომპანიის იურიდიულ ნომერს, რომელიც გამოიყენება ფულის გათეთრებისთვის, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ ფული ბრუნავდეს, ყველაფერი, რაც წარმოიქმნება ნარკოტრაფიკიდან, ყველაფრიდან, ხო იცით, იმ ყველაფრიდან რისი გაკეთებაც ამ ხალხს შეუძლია, სწორედ ეს გვინდა ჩვენ. ფედერალურმა პოლიციამ ქუჩაში გამოიყვანა ფიკოები ქვეყნის მასშტაბით კრიმინალურ ორგანიზაციებთან, ნარკოტიკების ტრაფიკინგთან, იარაღის ტრაფიკინგთან, ფულის გათეთრებასთან და სხვა დანაშაულებთან საბრძოლველად. ოფიციალური განახლების მიხედვით ერთდროული ოპერაციები ჩატარდა 16 შტატში, 19 ინტეგრირებული ძალითა და 93 დაპატიმრების ორდერით. მას შემდეგ, რაც ტრამპის მთავრობამ PCC და კომანდო ვერმელიო ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და მას შემდეგ, რაც ამერიკის ხაზინამ სანქციები დაუწესა ბრაზილიელებსა და კომპანიებს, რომლებიც PCC-სთან დაკავშირებულ ქსელში იყვნენ ჩართული, ბრაზილიაში დაჯგუფების წინააღმდეგ ნებისმიერი ოპერაცია რეალურ ზეწოლად აღიქმება მათზე, ვინც ფულს რეცხავს, კომპანიებს მართავს, იყენებს ციფრულ გადახდებს, კრიპტოაქტივებს, ფიქტიურ კომპანიებს და კავშირებს ქვეყნის გარეთ, დანაშაულის დასაფინანსებლად. ფედერალურმა პოლიციამ გადაწყვიტა ემოქმედა რწმენით თუ ზეწოლით, რადგან სამიზნე ჯერ კიდევ მცირე ჩანს იმ დიდ ფულთან შედარებით, როგორ აპირებს სისტემა ამის ახსნას. აშშ ბლოკავს ქონებას, მაშინ როცა ბრაზილიის სასამართლო გამოძიებულებს ათავისუფლებს. ამასაც მალე მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ოპერაცია ინტეგრირებული ძალა 3 დაიწყო ფიკოების მიერ. სტრუქტურები, რომლებიც კოორდინირდება ფედერალური პოლიციის მიერ და აერთიანებს ფედერალურ, სამოქალაქო, სამხედრო, პენიტენციურ და საგზაო პოლიციელებს. უსაფრთხოების სამდივნოები, მუნიციპალური გვარდიები და ეროვნული პენიტენციური პოლიტიკის სამდივნო. ოპერაცია ერთდროულად მიმდინარეობს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა კამპინასი, სანტოსი, ილიეუსი, ნატალი, მოსორო, ტერეზინა, ჟუან პესუა, ბელემი და სხვა რეგიონები, რომლებიც სხვადასხვა გამოძიება მოიცვა, თუმცა ყველა დაკავშირებულია ერთსა და იმავე პრობლემასთან. ბანდები, რომლებიც ვრცელდებიან, ფულს ატრიალებენ, იარაღს ყიდულობენ, ტერიტორიას იპყრობენ და ცდილობენ შიში ძალად აქციო. ოპერაცია კოორდინირებული სტრუქტურების ოფიციალური სამიზნე აერთიანებს პირებს, რომლებიც გამოძიების ქვეშ იმყოფებიან ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, იარაღით ვაჭრობის, ფულის გათეთრების, მკვლელობის, ტვირთის ქურდობის, მოპარული ნივთების მირების და სხვა დანაშაულების გამო. მაგალითად, მინას-ჯერაისში ერთ-ერთი მიმართულება იძიებს ნარკოტიკებით ვაჭრობას, მკვლელობებს და იარაღის უკანონო ტარებას. პარაში კი ოპერაცია ორგანიზებულ დანაშაულზეა მიმართული. პარაიბაში ასევე ოპერაცია ორგანიზებულ დანაშაულზეა მიმართული. პარაიბაში მიმდინარეობს გამოძიება დაჯგუფებაზე, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კაპიტალის გათეთრებაზე რიუ-გრანდი-დუ-ნორტიში. ღონისძიებები მოიცავს ქონების დაბლოკვასა და დაკადავებას გამოძიებაში, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებასთან. სან-პაულუში მიმდინარეობს ბრძოლა ტვირთების, სატვირთო მანქანების ქურდობისა და მოპარული ნივთების მირების წინააღმდეგ. სწორედ აქ ჩნდება ტრამპის ეფექტი. შეერთებული შტატების ზეწოლამ საკითხი სხვა მიმართულებით წაიყვანა. ადრე დებატი მხოლოდ სიტყვა დაჯგუფებაზე იყო კონცენტრირებული. თითქოს პრობლემა მხოლოდ ადგილობრივი უსაფრთხოების საკითხი ყოფილიყო. ეხა PCC და კომანდო ვერმელიო ამერიკის რადარზე ტერორისტულ ორგანიზაციებად შევიდნენ. მაგრამ პოლიცია ვერ ჩერდება, ვერ მოქმედებს და ვერ აკავებს. არა, ისინი მზად არ არიან რისკზე წავიდნენ და დააკავონ, სასამართლომ კი გაათავისუფლოს. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს კანონები და წესები, რომ ეს დაკავება გამართლებული იყოს. რომ მან თავისი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს, ამასაც კონდეს გამართლება. და აქ მივდივართ იმაზე, რასაც ჩვენ ვებრძვით ეროვნულ კონგრესში უკვე 40 წელი. 40 წელია. და ეს არ არის გადაჭარბება, ეს არის რეალობა. ეს არის მთავარი საკითხი, ხო? რაც გვაბრუნებს ბრაზილიის რედემოკრატიზაციის პერიოდთან. სარნეი,
სადაც ხალხმა ასე გაიგო. მოდი შევამსუბუქოთ კანონები, გავამართივოთ დანაშაული და დანარჩენს მერე მოვაგვარებთ, შევქმნით ისეთებს, როგორიცაა კარანჟირო, გავაძლიერებთ სივის, რომელიც უკვე არსებობდა რიოში ფალანჟე ვერმელიასთან ერთად. კარგი, ჩვენ სარგებლობთ ცხოვრებით და ვაძლიერებთ დანაშაულს. ტრამპის მთავრობამ ბრაზილიური დანაშაული უფრო მკაცრ ჩარჩოში მოაქცია. ვიქტორ შიმადასა და სტელა სტეფენის საქმე ამ ცვლილებას ნათლად აჩვენებს. აშშ-ის ხაზინამ სანქციები დაუწესა 2 ბრაზილიელს, 3 კომპანიას ბრაზილიაში და 1 კომპანიას პორტუგალიაში, სავარაუდო კავშირების გამო ფულის გათეთრების ქსელთან, რომელიც დაკავშირებულია PCC-სთან. ფედერალურმა პოლიციამ ჩაატარა ოპერაცია Exchange ამერიკული სანქციების შემდეგ. სტელა სტეფენი დააკავეს, ვიქტორ შიმადა კი გაქცეული იყო. ფედერალურმა პოლიციამ თავად განაცხადა, რომ შეერთებული შტატების განცხადებამ წინასწარ გაამჟღავნა ოპერაცია და ხელი შეუშალა სამიზნეების დაკავებას. ფედერალური პოლიციის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი როდრიგესმა უარყო, რომ ვიტორ ენრიკე დე ოლივეირა, შიმადა და სტელა სტეფანი ნუნეს ენრიკე კავშირში არიან პირველი კომანდო კაპიტალთან, როგორც ამას ამტკიცებს ამერიკის მთავრობა. სტელა სტეფანი ნუნესი ენრიკე დე ოლივეირა ფედერალური პოლიციის ინფორმაციით უკვე დაკავებულია და მეორე სანქცირებული პირი ამჟამად მიმალვაშია. ითვლება დირექტორად. ფედერალური პოლიციის ინფორმაციით უკვე დაკავებულია და მეორე სანქცირებული პირი ამჟამად მიმალვაშია. ითვლება მიმალვაში მყოფაში მყოფად. ფედერალური პოლიციის ოპერაციაში, რომელიც იძიებს ფულის გათეთრებას, როდრიგესის თვით ამ თანხის გათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ყველაფერი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ ვერ გეტყვით, ჯამში რამდენი იქნა ამოღებული. ეს ამჟამად მიმდინარეობს, მაგრამ უკვე არსებობს კავშირები ამოღებულ თანხასთან. ეს ამჟამად მიმდინარეობს, მაგრამ უკვე გამოჩნდა პირველი კადრები. ამერიკის მთავრობის ბრალდებების შესახებ. მაგრამ ეს პრეტენზია კიდევ ერთ რამეს აჩვენებს. ვაშინგტონმა შეცვალა ბრაზილიის სისტემის საათი. რაც ადრე შიდა რიტმით მიდიოდა, ეხლა მიიღო გარეზეწოლა, საერთაშორისო ხილვადობა და რეალური ფინანსური რისკი. კონტრასტი მალევე გამოჩნდა. სასამართლომ ბრძანა 6 გამოძიებულის გათავისუფლება. ოპერაცია Exchange-დან მათ შორის ესტელა და სტეფანი, რადგან დროებითი პატიმრობა დასრულდა და არ გადაკეთდა წინასწარ პატიმრობაში. ამასობაში ვიტორ შიმადა და იგორ ფუკო, ჟოაკიმ სავიოლი და ამაური ენრიკე დე ოლივეირა წინასწარი პატიმრობის სამიზნე გახდნენ, რადგან კვლავაც მიმალვაში იმყოფებიან. გარედან რო უხურე გზნობა მძიმეა. შეერთებული შტატები ბლოკაუს ქონებას მიზანში იღებს კომპანიებს, წყვეტს ფინანსურ სისტემაზე ცუდომას და PCC-ს ტრანსნაციონალურ საფრთხედ მიიჩნევს. ბრაზილიაში მექანიზმის ნაწილი ჯერ კიდევ იჭედება ორდერს, გათავისუფლებას, გასაჩივრებას, ვადასა და მოსმენას შორის. ხო, მართლმსაჯულებამ გასცა ბრძანება 7 ადამიანის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც გასულ კვირას ფედერალური პოლიციის ოპერაცია Exchange-ის დროს დააკავეს. ეს არის ოპერაცია, რომელიც იძიებს საერთაშორისო ნარკოტრაფიკინგიდან მიღებული ფულის გათეთრებას. და ამ 7 ადამიანს შორის, რომლებიც გათავისუფლდებიან, არის ესტელა სტეფანი დე ოლივეირა, ის ბრაზილიელი, რომელიც როგორც შენ კარგად გაიხსენე, შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა მისი სავარაუდო კავშირის გამო ამ დაჯგუფებასთან, კრიმინალური დაჯგუფება, დედაქალაქის პირველი კომანდო, ანუ PCC. ყველა ამ გამოძიებულს დროებითი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რომელიც 5 დღეს გრძელდება. და ვადის ბოლოს პოლიციამ სასამართლოს სთხოვა, რომ ეს დროებითი პატიმრობები გადაეყვანათ წინასწარ პატიმრობად, რომელსაც დასრულების ვადა არ აქვს. მაგრამ ამ 7 ადამიანისთვის სასამართლომ უარი თქვა ამ მოთხოვნაზე, რადგან თქვა, რომ ისინი მხოლოდ იმისთვის დააკავეს, რომ ჩხრეკისა და ნივთების ამოღების ორდერების შესრულება შესაძლებელი ყოფილიყო. იმისთვის, რომ პოლიციას შეძლებოდა მობილური მოწყობილობებისა და დოკუმენტების გამოძიება ისე, რომ მტკიცებულებები არ განადგურებულიყო. და რადგან ეს უკვე გაკეთდა და ახალი მტკიცებულებები ამ 7 ადამიანს ამ სქემასთან არ აკავშირებს, სასამართლომ ამ 7 ადამიანის გათავისუფლება დაადგინა. ეხლა დანარჩენი 6 ეჭვმიტანილისთვის, რადგან სულ 13 დაკავების ორდერი იყო გაცემული, სასამართლომ კი დააკმაყოფილა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა. და მათგან 3 პოლიციას ჯერ კიდევ არ უპოვია. ისინი კვლავაც მიმალვაში არიან, მაგრამ მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ეს არის ის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს ჩვეულებრივ მოქალაქეს. არ აქვს აზრი დიდი ოპერაცია გატიდო, როგორც საბოლოო გადაწყვეტა, როცა დანაშაული პარალელურ ეკონომიკას ქმნის. იმავე დღეს კიდევ ერთმა მოვლენამ პოლიტიკური ტემპერატურა გაზარდა. ფედერალურმა პოლიციამ ჩხრეკა და ნივთების ამოღება ჩაატარა ჟაირ ბოლსონარუს სახლში ბრაზილიაში. ბრძანების საფუძველზე, რომელიც იარაღის, ვაზნების, აქსესუარებისა და დოკუმენტების ძიებას უკავშირდებოდა. ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არაფერი აღმოჩენილა და რომ ხელისუფლებას უკვე ჰქონდა ინფორმაცია იარაღების ადგილმდებარეობის შესახებ.
ფლავიო ბოლსონარომ განაცხადა, რომ ეს ქმედება უხერხული იყო, ყველაფერი გადაკეკეს და ოპერაცია კვამლის ფარდას გავდა იმ დროს, როცა ის შეერთებულ შტატებში ბრაზილიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. პრეზიდენტ ბოლსონაროს ახლახან კიდევ ერთხელ ჩაუტარდა ჩხრეკა და ნივთების ამოღება დილით. თიათ გავემეორე, პრეზიდენტ ბოლსონაროს ახლახან კიდევ ერთხელ ჩაუტარდა ჩხრეკა და ნივთების ამოღება დილით. ჩემს სახმაში ეს აშკარა მცდელობაა შექმნან კვამლის ფარდა ამ მომენტში, როცა მე აქ ვარ. მუშაობ ბრაზილიისთვის, რომ სადონ საინფორმაციო ფონი უარყოფითი ამბებით გადაფარონ, ხომ ასეა? ფლავიოს სიტყვები აკავშირებს ორ ახალ ამბავს, რომლებიც ერთდროულად მიმდინარეობს. ერთ მხარეს ფედერალური პოლიცია ჩნდება და ასრულებს ორდერებს ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით. მეორე მხარეს იგივე ფედერალური პოლიცია შედის ბოლსონაროს სახლში ღონისძიებით, რომელიც დაცვის თქმით დასრულდა მნიშვნელოვანი ამოღების გარეშე. ამ მომენტში ფედერალური პოლიცია ატარებს ოპერაციას ოფირი რესპუბლიკის პრეზიდენტის სახლში. ფედერალური პოლიციის ოპერაცია ჟაირ ბოლსონაროს სახლში და მიზეზი არის იარაღების ძიება. თუმცა ამ მომენტისთვის და ოფიციალური ინფორმაცია რაც გვაქვს არის ის, რომ არაფერი აღმოჩენილა. ოპერაცია, ასე რომ ამბილით, 2026 წლის 8 ივლისს 4 შაბათს. პოლიცია, რომელიც მივიდა ყოფილი პრეზიდენტის სახლთან, რომელიც ბრაზილიაში კონდომინიუმში მდებარეობს, ისინი მივიდნენ იქ, რომ ჩაეტარებინათ ჩხრეკა, ეძებნათ შესაძლო სხვა იარაღები. და შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამასაც ვაკვირდებით ბოლო დღეებში, ხო? წესია, რომ უნდა დააბრუნონ გარკვეული იარაღები. ეს თემა დაიწყო მაშინ, როცა რამდენიმე კვირის წინ პოლიციური შემოწმების დროს დაცვას იარაღი უპოვეს. და ეს იარაღი ყოფილ პრეზიდენტზე იყო რეგისტრირებული. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი და ამ იარაღების საკითხმა ფართო მასშტაბი მიიღო. როცა ამერიკის ზეწოლა დანაშაულზე იზრდება და როცა ფლავიო ცდილობს ამ დღის წესრიგით ვაშინგტონში ქულები მოიპოვოს, ჩნდება ოპერაცია ბოლსონაროს წინააღმდეგ. სათაურის გასაყოფად და ნეგატიური თემის დებატების ცენტრში გადასატანად. ლულას მთავრობა ამ დაპირისპირებაში მოქცეულია. ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სცადა ეთქვა, რომ PCC-სა და კომანდუ ვერმელიუს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება შეიძლება გახდეს აშშ-ის სამხედრო მოქმედების რისკი ბრაზილიის ტერიტორიაზე. ამერიკული პასუხი მკვახე იყო. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ვარაუდი აბსურდულად მოიხსენია და განაცხადა, რომ ეს ზომები მიმართულია ნარკოტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ასევე მოქმედებენ შეერთებულ შტატებში. ფაქციის წინააღმდეგ სანქციის ინვაზიის შიშად გადაქცევის მცდელობა ცუდ დაცვად ჟღერდა არასწორ დროს. როდესაც უცხო ძალა სჭირდება PCC-სა და კომანდო ვერმელიოს ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება, რათა საქმე წინ წავიდეს, ეს შიდა სისუსტეს აჩვენებს. ბრაზილია უნდა იყოს ამ ბრძოლაში ლიდერი, მაგრამ რეალური ფინანსური ზეწოლა სწორედ შეერთებულმა შტატებმა მოახდინა. ფიკების ოპერაციამ შეიძლება დააკავოს მნიშვნელოვანი პირები, ამოიღოს დოკუმენტები, გამოავლინოს სტრუქტურები და გახსნას ახალი მიმართულებები. ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ მთავარი კითხვა არ ეხება განცხადების მასშტაბს. საქმეა იმაში, რამდენად ღრმაა ეს შემცირება. თუ ოპერაცია მხოლოდ ადვილად შესაძლოელ ოპერატორებს შეეხება, დადგოფება უბრალოდ ცვლის ადამიანებს. რაც ნარკოტრაფიკს მართლა აშინებს, ტელევიზორში ნაჩვენები ორდერი არ არის. ეს არის ანგარიშის დაბლოკვაში, ქონების დაკარგვაში, კომპარგვაში, კომპანიის გაკინვაში, ფინანსური ქსელის დაშლაში და იმაში, რომ ბინძური ფული კომფორტულ ცხოვრებად აღარ გადაიქცევა. ამერიკული ზეწოლამ ფანჯარა გახსნა, ფედერალური პოლიცია ამოქმედდა, ბრაზილიის მართლმსაჯულებამ კი კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნელა მოქმედება და ხარვეზები. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. ხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ პიქსის გასაგების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ თქვენ სიმართლე იცოდეთ. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.